Pasasits șocșia. მეკობრებო, პასასი ვინ ვერ იცანით, ეხლა არ გადამრიოთ, ეს არის ხახნო ვინ ვერ იცანით პასასი Dobra, ის არის ხო მზე? ჩამოვაფარო თუ იყოს ესეთ მზე? პასასი. ბაიბე კობრებო, ეხლა ვებიცი კაცა საყვარელი ხარ? მეგობრებო, ახალი მონაწილე ჰაუსში არის ოსტრი, როგორც იცით. ოსტრი არის, რომელსაც ებრძვის ახლა კოალიცია. ერთი სული აქვთ ახლა ოსტრს როდის დაამარცხებენ. აი ესე ხوارჯობია ვები პასასის. პასასის უყვარს მზე. ახალი მონაწილე არის ხალხნო ოსტრი. პასასი. ეგ დილით ვიყავი გოგონი. პრეზამოფარე ანაფორას. რა ოსტრი ვერ მიხვდი, მოკლედ ხალხო ძალიან მოკლედ თქვენ იცით რომ ჩემი ჰობი არის რეალიტი შოუს სასაცილო მომენტების ყურება და ზოგადად შექმნა ძალიან ხალისობ და მოკლედ ახლა ჩემ ერთ-ერთ მოდერატორს და TikTok-იდან გაცნობილ მეგობარს თიკას ვუყვებოდი რომ ახალი წევრი ნახეთ მეთქი ახალი წევრი ეს არის ოსტრი რომელიც ჯავახას გაუკეთა მარიამმა და შეუგზავნა პასასით გამოვაჩინოთ მოკლედ მარიამმა გაუკეთა ჯავახას ოსტრი იცით ხო რომ მაგათ საჭმელებს კეთება უყვართ და შეუგზავნა რა ესე და რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოენთო ლორენცო რომ გინდა თუ არა მე უნდა შევჭამო ეგ ოსტრიო ხალხო არა რა ესე იგი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ლორენცოზე მოდი ვთქვათ რომ ძალიან თუნდაც ნეგატიურ კონტექსტში მაგრამ ძალიან სასაცილო ადამიანია ხალხო ახლა აი მოსწონს მზე კი და ვიტამინს იღებს მზისგან. აი ხა ლორენცოზე ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ხალხო. აი ეგეთი სასაცილო მონაწილე მეორე არა. აი ეგ ოსტრიო მარიამმა რომ მოგიტანაო შენ თუ არ გინდა მე უნდა ვჭამო ხალხო. რატო ლაპარაკობ მონაწილეებზე? მინდა და ვლაპარაკობ ანუ უკან ეს ნამდვილი არის სათამაშოს გავს კი სათამაშოს გავს მაგრამ ნამდვილია ხალხო უსაყვარ აი ეხლა ყველა თანხმდებით იმაზე რომ ლორენცო არანაირად არ არის დადებითი პერსონაჟი ანუ დადებითი პერსონაჟი ეგ არ არის ხალხო მაგრამ აი ზუსტად წინა ლაივებში რომ ლაპარაკობდი რა იმდენად სასაცილო რაღაცებს იგონებს და აკეთებს ეხლა აი ამ ოსტრზე ანუ ამ საჭმელზე ხო გინდა თუ არა მარიამის გაკეთებული ოსტრიო შენ თუ არ გინდა მე უნდა ვჭამო და ეს ჯავახა მართლა გააგიჟა უკვე ანასტასიას ფანაუცლობთ მოგწე შეიძლება ბევრი რომ წერს მიწერე მე როგორ ხარ ანასტასიას ფან დიდი მადლობა მოკითხვისთვის კარგად ვარ
Stargell გეთანხმები ხა აი ბაღიარებ რაც არ უნდა ამ ბიჭის აქციელი და რაღაცები არ მოგწოდეს ხა აი ძალიან სასაცილო ადამიანია ხონთ მართლა რა ვიცი მარიამი მგონია რომ პროექტის გარეთაც რომ არის მაინც მარიამზე ლაპარაკობენ ხო ნახეთ ანუ ერთი ოსტრი გააკეთა მარიამმა და მთელი ჰაუსი მაგაზე ლაპარაკობს რომ ეს ოსტრი ვინ შეჭამოს ანუ ორი დღე ლაპარაკობენ მარიამის გაკეთებული ოსტრი ვინ ჭამა როგორ ჭამა ვინ დაასწრებს შეჭმას და ასე შემდეგ აი ძალიან სასაცილო რაღაცები ხა ნახეთ გუში რო ვაბობდი რომ სასაცილო ედიტებით რაღაცები გამომიგზავნეთ თქო რა ძველი პრაიმ ჰაუსი იმიტომ რომ ამ სეზონზე დავკარგე ინტერესი მარიამი რო აღარ არის ვეღარ ვუყურებ მაგრამ აი ეს თქვენ რო გავავიგზავნეთ რა ეს ვიდეოები სადაც ლორენცო ოსტრისთვის იბრძვის მარიამის გაკეთებული ოსტრისთვის კიდე შეიტანო სხვა საჭმელი იქნებ მაგაზეც იჩხუბონო ვაი ძალიან მეცინება მართლა თიკა ახლა არ ვიცი მეგობრებო სხვა მონაწილეები ამაზე რას ფიქრობთ მაგრამ ეხლა თუ ვინმე ფინალს იმსახურებს ეს არის ლორენცო იმიტომ რომ ხალხი მოფიქრება ხო უნდა რომ ჯავახასთან მივიდეს და მარიამის გაკეთებული ოსტრი მოითხოვოს რომ შეჭამოს მე მიყვარს ოსტრი და ოსტრი უნდა ვჭამო აი ლორენცო არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პერსონაჟი ფინალს იმსახურებს ოსტრიტიკა მაგაზე შევთანხმდით ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მაგათ დილიდან ვიყავით საქმე ძალიან ადრე ავდიქი ხალხ რო აი ძალიან ადრე ავდიქი რომ მეთქი რაღაცები მოვასწრეთქო მაგრამ ნახევარი დღე გავიდა და მუზები მოკლედ მუზები და ლელუ ხახნო რას ლაპარაკობენ ახლა მაგათ მართლა რა გონიათ იცით ანუ მაგათ იმას გეტყვით რომ მარიამმა რაღაცა სიყვარულის წამალი ჩაუყარა ანუ ეგენი ხო გადავდე რომ ესეთიო რა ჩაუყარაო და რა აჭამო ამ ბიძო მარიამმა მაგათ ძალიან ადრე რომელი ნინი ქარსელაძისავით 10 საათი არა 7 ზამთარში 7 საათი და ზაფხულში 6 თიკა ხო და ეხლა ეს ლელუ და მარიამი კიდე რაღაცას მოიფიქრებენ მაგრამ ლორენცოს ვერ გადაფარავენ ეხლა ამ ოსტრის თემაზე გამორიცხულია რომ მაგათ ლორენცო გადაფარონ ლორენცოს ისინი ვერ გადაფარავენ ხალხნო ჯავახასთან რომ მივიდა და ოსტრი მინდაო მაჭამეო მე შევჭამო მაგ ოსტრსო მარიამის გაკეთებულსო ხალხნო შოკი მქონდა მართლა ეგეთი სასაცილო ხა მივხვდი ხო ჩვენ უკვე ვუგებთ ერთმანეთს თიკა მაგამ ბავში აი ეს ხალხო რა თქმა უნდა შანსი მარიამი ხა გეტყვით ახალი გამოსულზე რა ხდება ახალი გამოსული რა ხარ ჰაუსიდან არაფერი აღარ გინდა რაც ჰაუს გახსენებს და რაღაც მაგრამ მეგობრებო ხა გავიხსენოთ რომ მარიამს ყავს ჰაუსში ჯავახა და შესაბამისად ჰაუსში დაბრუნება შეიძლება მართლა უნდოდეს და მართლა იფიქროს იმიტომ რომ ჯავახა ენატრება ბარბი მე და მარიამი წავედით ვჭამეთ ხინკალი დავლიეთ ლუდი მოკლედ ქართული საჭმელები ენატრებოდა და მარიამი მინდოდა რომ რა ვიცი რაც ენატრებოდა საჭმელები ის გვეჭამა ერთად მოკლედ ვჭამეთ საჭმელი და მე წავედით კიდე ერთ ადგილას და მე წავედი სახში შემი მე მივხვდნენო გადავდი რა ვერ გაიკეთებ ხოლოდ ხალხო არ ვიცი ხა აი მე მეცინება ამ ადამიანზე ესე თუ სასაცილო არ არის ხალხო არ ვიცი აი ვინ ნახეთ ეს ოსტრის თემა თუ შეიძლება რომ გამიზიარეთ ხალხო იმიტომ რომ ჩემთვის იყო უკიდურესად აი როგორ გითხრათ
ისევ და ისევ არსებობენ ნეგატიური პერსონაჟებიც, მაგრამ ეს ნეგატიური პერსონაჟი შეიძლება იყოს ხალხო ძალიან საინტერესო და შეიძლება რა ვიცი დადებით პერსონაჟებთან გქონდეს თავი, მაგრამ უინტერესო იყო მაგალითად როგორც ეს რა ქვია ლაშა თუ რა ვიცი მე ხალხო რა შვება ეგ კაცი ამრამით არის თორემ გასპავად დაბრუნდებით არის შანსიო აი ხალხო მეც კი რომელიც ლორენცოს ამ საქციელებს манипуляციებს და ესე საერთოდ არ ვემხრობი და საერთოდ არ რა ვიცი არ ვუწონებ არანაირად ხა როგორ შეიძლება ბარიამთან და იმასთანაც გააკეთა ხო ლორენცო ეგ მოგეწუროს მაგრამ ხალხო აი გენიალურ რაღაცებს იფიქრებს ხა მაგას ეგ რომ მოიფიქრა რომ ჯავახასთან მივიდა და ის ოსტორიო მე უნდა ვჭამო შენ თუ არ გინდა ანუ ნუ თემა იყო ეგეთი რომ ხამე მოუტანა რა და დადო მაცივარში ხა ეგრევე ხარ დაეტაკებოდა და შეჭამდა და დადო მაცივარში და მე შევჭამო რა მეორე დღეს მივიდა ეს ლორენცო და ეუბნება რომ ისო რა ქვია შენ თუ არ ჭამე მე მომეცი მე შევჭამო ხალ მაგრამ ის გაკეთებული ოსტრო მე უნდა ვჭამო მე მინდაო ეს ჯავახა ესე იჯდა ხალხო ვერ მიხვდა საერთოდ რას ეუბნება ანუ ტიპი გამოშტერდა რასაც ქვი დეა ცუცქირიძე ძალიან საყვარელი ხარ შენ და მარიამ საყვარელი ხარ პასუხი გამეციო დეა ცუცქირიძე ძალიან მიყვარხარ მე მხოლოდ მუსიკებისგან არ გამიკვირდებოდა საჭმელზე ჩხუბი 24-7 ყბას იქნებენ ხალხო ეხლა თქვენც მიხვდებოდით რომ მანდ ოსტრი ეგეთი მნიშვნელობა მე პასასი ხალხო პასასის თათი არის ეხლა აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო, ეხლა თქვენ თვითონაც მიხვდებოდით, რომ ლორენცოს გამოხტომა საერთოდ არ იყო საჭმელზე. ანუ მიხვდით, ხო? საჭმელზე საერთოდ არ იყო. ვები რა საყვარელია, ხახრო შეხედეთ ეხლა ამას. ესეც საყვარლობა რაღაცებს აკეთებს ხო და ლორენცოს ეს აქციელი ხალხო საერთოდ არ იყო რომ არიქა საჭმელი უნდა და საჭმლის გარეშე ვერძლებს ან კარგაძლებს ეგ საჭმლის გარეშე უბრალოდ მარიამის ის უნდა და გაკეთებული ოსტრი ეჭამა რომ კიდე ჯავახასთვის მორიგი ასე ვთქვათ გამწარება საქციელი გაეკეთებინა ჯავახას წინააღმდეგ, იმიტომ რომ ხლა მაგისთვის რა თქმა უნდა ჯავახა არის მთავარი კონკურენტი, ესე ვთქვათ, მოკლედ ეგ იყო ხალხო, რა ვიცი, არის ზოგიერთი ედიტები და ზოგიერთი ასე ვთქვათ მომენტები ჰაუსიდან და პრაიმ ჰაუსიდან, რომელზეც ალბათ 1-20 წუთი ვიცინი. და კიდე მოგეშვებაო რა დავიკიდოთ აბა გითხარით ვაი ხალხო ის ნახეთ აი ეს არის ხალხო უსაყვარლესი შეხედეთ ანუ ვინ თვლით რომ ეს საყვარელი არ არის ხალხო აი ეს პატარა ხალხო ალადი დეაცუცქირიძე ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მეგობრებო ხა დღეს გასული რომ ვიყავი გარეთ ორი ძალიან საყვარელი ინდოელი სტუდენტი ვიდეო კოლით თოლს აჩვენებდა და ის ოჯახის წევრი ლელუს გაშავებაზე ღელავს და დაიკიდეთ. ლელუს გაშავებაზე რატო ღელავს? აბა ჩამაყენეთ საქმის კურსში ხახრო რაღაცა თუ მოხდა და თქვენ ეს ვიდეო არ გამომიგზავნეთ. არ ვიცი რანაირად გძინავთ ღამე მშვიდად. რაღაც საინტერესო რო ხდება და თქვენ ამ ვიდეოს მე არ მიგზავნით, არ ვიცი. მოგორცლებთ საერთოდ და
რანაირად უყურებთ მერე საინტერესო ედიტებს არ ვიცი. ნუ ეხლა მუზების შაურმებს რო ჭამენ და სხვებს რო ახარბებენ რო ნახეთ ჩვენ შაურმები გვაქვს და არ ნახულობ. ქეთავ ნახულობ. შეიძლება დღეს ვერ ნახე, იმიტომ რომ არ მეცადა საქმეებს რომ მოვითავებ ხოლმე და მე რაღაცა პატარა ისინი რომ აქ ხოლმე ბრეიქები, შესვენებები და ასე შემდეგ, მაგ დროს ვუყურებ ხოლმე თქვენს გაკეთებულს Dark Flow რამდენი ხანი არ ყოფილა ხალხო ჩემ ლაივში და სად არის Dark Flow სად ხარ რატო არ ჩამხალ ლორენცომ შაურმებით მოიგო მუზების გულიო აი მე კიდე სწორი იმას ვაკეთებ ჩემთვისო. მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ისაა სწორი, რასაც ვაკეთებ ჩემთვის. თიკა, შენ ალბათ ვერ მიხვდი აქამდე, რომ ხალხი იმიტომ შემოდის, რომ დაწერონ. ეხლა არ ილაპარაკო, ეხლა არ უნდა ილაპარაკო, უნდა წახვიდე იტალიაში მოხუცებს მოუარო, უნდა წახვიდე ბუღალტერია აკეთო, უნდა წახვიდე რაღაცა, ეხლა საქმეები გაქვს და მიხედე. რატომ ზიხარ, რატომ ლაპარაკობ? და არის ესეთი მიდგომები, სადაც ადამიანები თვლიან, რომ შენზე კარგად იციან, შენ რაზე ილაპარაკო, საქმეებს როდის მიხედო და ასე შემდეგ. ვერაფერს ვერ იზავ. ანუ ადამიანები თვლიან, რომ შენზე უკეთესად იციან, ეხლა ამჟამად რა უნდა გააკეთო. ფიშო არის უსაყვარლესი ხალხი, რომ აი ამაზე საყვარელი არსება, მე უბრალოდ არ ვიცი. ჯერ ნახეთ თათი რა ბუთქუჩა აქ. კი ძალიან საყვარელია მართლა ხალხმა, შენ გინდა რომ დაბრუნდეს მარიამი. კიდევ ერთხელ ვიტყვი ხალხო მარიამის დაბრუნებაზე ესეთ რაღაცას. პირდაპირ გეტყვით, ანუ როგორც ვფიქრობ, ისე გეტყვით. მე მარიამი მაგ ნეგატივში და მაგ ასე თქვათ სტრესში დასაბრუნებლად არ მემეტება. ეხლა პირდაპირ გეტყვით, რომ არ მემეტება მარიამი მან დასაბრუნებლად. რა ვქნა, აი პირდაპირ გეუბნებით როგორც არის, როგორც ვფიქრობ, მაგრამ თუ მარიამი ამას გადაწყვიტავს, რომ დაბრუნდეს, იმიტომ რომ ხა გეტყვით, ჩემგან განსხვავებით, მე რო წამოვედი ჰაუსიდან, წამოვედი, ძალიან ბედნიერი. ჰაუსი, ხა მარიამისთვის მარტო ჰაუსი და პროექტი კი არ არის, მაგას ყავს იქ ჯავა ხარ, შეყვარებული ხარ, რა ვიცი, შეყვარებული არ ყოლიათ. რაღაცა ისეთი თავში აზრი არ მოგსვლია თავშეყვარებულის გამო. გვანცა ზურას დიანა რანაირად უყვარს არ გადამრიოთ. დიანა შეიძლება მოსწონ ზურა, მაგრამ ზურას დიანა არ უყვარს ხალხო. რომელ ახალ მონაწილეებზე აბა? ლაშა და დათოზე თუ ვიზე, ანასტასიაზე თუ ვიზე? შერიგდენო მარიამ და ჯავა ხალხო შერიგდებიან, აი მე რასაც ვამბობ ხოლმე ეგ პროგნოზები რაღაცები ხო ხედავთ რომ მართლდება. ამიტომ მე გეტყვით რომ აღარა ახალი დაძველდა ეგ მონაწილეებიო. გეთანხმებით იქა ეგ მონაწილეები დაძველდნენ, წარმოიდგინეთ რაც ეგენი შემოვიდნენ, მე ორჯერ შევიღებით უკვე. ორჯერ მოუწია ჩემ თვებს შეღებვა რაც ეგენი შემოვიდნენ, ანუ მეგობრებო, ეხლა ცოტა ხანი ამას უყურეთ, აი ძალიან ცოტა ხანი და მე ძალიან მალე მოვალ. შეხედეთ, აი ძალიან მალე მოვალ, აი ზუსტად 2 წუთში.
რა თქმა უნდა დამტენს ვუკეთებ და თან ბასასის ვუყურებ. აბა მოვედი მოკლედ. ხო და რას ვამბობდი? თიკას თიკა კლიკერები ჩაურთე ლელუს თუ რატო არ ურთავ კლიკერებს ლელუს? არა ტელეფონი რა თქმა უნდა მე ძირითადად მიჯდება ხოლმე არ ვიცი რატო ალბათ ახალი უნდა ვიყიდო მაგის ნიშანია. ხო და აჰა მეგობრებო ვინც თვლით რომ ლელუს კლიკერები უნდა ჩაურთოს თიკამ ჩაურთო მაგარი დარდოთ გვანც შარიკთან ჯავახა და მარიამიო მეგობრებო ხა რაღაცები მე კი ვიცი ხოლმე მაგრამ ყველაფერს ვერ გეუბნებით Anastasia ძალიან საყვარელი გოგოა კი. დატილოვება. ვაიბე, ჩემი დატილოვება ვისაც ახსოვს, მოკლედ, ჩემი best friend-ია. ხალხო, სიმართლე გითხრათ, აი ჰაუსში რაღაცაზე რო არ გეღადავა და რაღაცაზე რო არ გახალისებულიყავი, მართლა გაუსაძლისი იყო იქავრობა, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ხუმრობა და პაროდია და ასე შემდეგ ყველას აქვს უფლება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ არასოდეს მე და მარიამს არ დაგვიცინია როგორც ასეთი აი დაცინვა რასაც არის დაუშვათ ნაკლზე, გარეგნულ ნაკლზე და ასე შემდეგ მუზებისთვის ხო მაგალითად იგივე ანუ რადგან ისინი იყვნენ ესეთი განსხვავებული პერსონაჟები მაგაზე გავაკეთეთ პაროდია ამ პაროდიის გამო იყო ზუსტად რაც ასეთი დიდი აგრესია იყო მაგათგან წამოსული და პაროდიაზე რო აგრესია არის ეს ერთი მაგრამ თვითონ რასაც აკეთებენ ეს არის უკვე ხალხნო რა ვიცი აი ჯავახას რასაც უკეთებენ მაგალითად მუსები თქვენ როგორ თვით ეს რამდენად ნორმალურია აი რამდენად ლელუს კლიკერები დიასამ ჩამართ ვებინაო ხალხნო ალადი ვაიმე რა საყვარელია ხალხნო ვაიმე არ ვიცი ხა ეს საყვარელია თუ მეჩვენება არ არიან ისორიდები ნორმალურები გეთანხმებით ხალხნო რანაირად არიან ნორმალურები ჯერ იმ დონეზე არიან რეალობასაც დენილ რო გონიათ რომ ჯავახას მართლა მოსწონს ეგ და საერთოდ ყველა კაცი ეგენი მოსწონს და ყველა კაცი მაგაც ეგიშდება let's start from there გედან დავიწყოთ და მე ეგეთი რა თვით შეფასება აქვს ხალხნო ამ გოგოებს არ ვიცი მე ანუ თვით შეფასება ხო არის დაუშვათ აქ არის 0 ხო ქვემოთ არის რაღაც დაბალი თვით შეფასება აქ არის 0 და მაგათი თვით შეფასება არის სადღაც კოსმოსში ატყორცნილი უსასრულობაში მიპასუხეო რა ტასო რაზე გიპასუხა რა შეკითხვა იყო დამწერე თუ შეიძლება ზოგადად კი არაადეკვატურობა და ესე ვთქვათ რეალობას აცდენა ზოგადად არის ხოლმე ენერგიების მოშლელი და რატო? იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს რეალობას აცდენილები ერთი და მე აი რაღაცნაირად ესე თავს რო გამადლიან რომ აი მე ესეთი კარგი ვარ კაცო შენ რატო ვერ ხვდები რომ ეს არა საერთოდ არ ხარ კარგი ჩემთვის და ეს ამის მიმღებლობა არ აქვს მეგობრებო რაღაცა გატბავარ და არა უშავს ბასასი შეწუხდა
ლელოს კლიკერები ხო ჩავურთეთ ციგარაც თავარია ვაიმე ანანო მე კატები არ მიყვარსო ანანო კატები როგორ არ გიყვარს ანანო სხვა ცხოველები ხო გიყვარს ანანო არ გადამრიო ეხლა აუ ვადაში მიყვარს და გავიგე რა არის მე შენ შემოგევლუსდე და ეს არ ვიცი მე როგორ შეიძლება არ გიყვარდეთ ხალხო აი ეს ჭიქას აღარ გამდამალული მაქვს აგერ ჭიქა ეს არის ბასასის საყვარელის კამბი რომელსაც აი ესე ნახეთ როგორ იმაშვება კლანჭებს ილესავს ხოლმე ეს კამბი ყავს ძალიან ბასასის მოკლედ ყველა ავეჯი გვაქვს ბასასი ადაპტირებული რომ ბასასი გაერთოს და ბასას სხვა კი კატა არა მიპასუხე მარის რომ დაბრუნდიო მე ვარ ბასასის გულშემატკივარი აუცილებლად თიკა ბასასის გულშემატკივარი როგორ შეიძლება არ იყოს ვინმე არ ვიცი კი ანანო ჩემ კატას ქვია ბასასი პასპორტში უწერია ქოკო ქრისტი ჩაგელიშვილი გააბარჯობა კარგად შენ როგორ ხარ ვაიმე ეს კომენტარი ვინ დაწერა ხა არ გადამრიოთ და დუდოლა ვაიმე ამერთხელ გაპატებ ბასასი უფრო საყვარელია ვიდრე მუზებიო არც შეადაროთ ხალხნო არ გადამრიოთ ბასასი კოკოში ხო საყვარელი კი არის ბასასიო კი ძალიან საყვარელია მეგობრებო გიჟდები აი ეს არის ჩემი მესამე შვილი არა ხალხო რა თვიდა ქუთაისელი შენ ხო ვაიმე დიასასავით არისო რაღაცო ვაიმე ხო ღერთო აღარ ქრა ეგრე თიკა აღარ თქვა ეგრე ტასო არ ვიცი მარიამი ბრუნდება თუ არა თუმცა ამაზე საუბარი არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი წერს და სპამავს კი ანანო ბიჭი და გოგო ძალიან ბევრი წერს და სპამავს რომ დაბრუნდეს მარიამი და შესაძლოა რომ დაბრუნდეს მაგრამ მე ვერ გეტყვი რომ მე ძალიან გამიხარდება მარიამის დაბრუნება იმიტომ რომ ხახნო გაუსაძლისი სიტუაცია იყო იქ ვაიმე ხედავთ თაც როგორ აკეთებს გაუსაძლისი სიტუაცია იყო იქ იმიტომ რომ არ ვიცი მესმის რატომაც გინდათ მარიამის დაბრუნება გინდათ იმიტომ რომ მარიამის გულშემატკივარი იყავთ და ჰაუსი ბევრად საინტერესო იყო როცა მარიამი იყო და ჯავახასთან love stories და საინტერესო მომენტებს გვაჩვენებდა მაგრამ გარდა მაგისა რომ არ გადმოვარდე შვილო ეხა თავი არ დაარტყათ ის გარდა იმისა რომ მეგობრებო მეც გულწრფელად მე გულშემატკივრობდი მარიამი რაც წამოვიდა მას მე ჰაუსისთვის ნორმალურად არ მიყურებია იმიტომ რომ აღარ მაინტერესებს ფიზიკურად ძალიან უინტერესო გახდა თურმე ეგრე ყოფილა არ ვიცი მე პირველად შემემთხვა ესე რომ ვაიმე როგორ ამთქნარებს მე პირველად შემემთხვა ესე რომ თურმე ვისაც გულშემატკივრობთ ეს რო აღარ არის პროექტში მე ვეღარ მაშვები რა ქვია შენ შემოგევლოს დედა აი ესე დავდოთ ხო თურმე ვისაც გულშემატკივრობ ის რო აღარ არის პროექტში მე დედას სიცოცხლე ეგრე ყოფილა მაგრამ იმიტომ რომ ახლა მე გავერთო აი რაღაცნაირად არ მემეტება ბასასი მოიხედედე აი ბეხახნო რა საყვარელი არ გავიგიჟდე ახლა შეხედეთ
ეხლა ეს არ არის უსაყვარლესი არსება ხალხო, ნუ არ გადამრიოთ. სად მიდიხარ? უნდა მოვიყვანო. ბასასი რატო ადიფიჯი? რადი. ბასასი დედაზე გუწუნი. ხოდა შესაბამისად ახლა მარტო იმიტომ რომ ჩვენ გავერთოთ ხალხმა არ გეცოდებათ მარიამი მაგ ადგილისთვის არ ვიცი ხო პირდაპირად ნორმალურია რომ მარიამი ხალხო ეს არის ნახეთ აი ესეთი საყვარლობა აი ესეთია მარიამის გაკეთებული ოსტრიც კი უფრო საინტერესოა ჰაუსში ვიდრე ეს მონაწილეები ხალხნო არადი არის ტიროშინ არის ბღავლო სიცოცხლე მეგობრებო ეხლა ნელ-ნელა უნდა გავიდე მე ცოტა საქმეები მაქვს ახლა მქონდა ცოტა დრო და შევევედი და დაგელაპარაკეთ ეხლა უნდა გავიდე საქმეები მაქვს და ანანო ძალიან საყვარელია ანანოს მართალია კატები არ უყვარს და ეს არის სრულად წარმოუდგენი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს კატები ხალხნო არ ვიცი ეს რანაირად შეგიძლიათ კატების არ სიყვარული მე ვერ ვგებულობ მაგალითად ჭიქარ გამოჩდეს მე მეგობრებო თქვა მაქვს ძალიან შესაძლებელი TikTok-ზე ვნახე ერთი გოგო რომელსაც ზუსტად ის იმფერის თმაქვს მე რომ მომწონს და ეხლა მოგიყვეთ ჩემი TikTok თავგადასავალი მოკლედ TikTok-ზე ვნახე გოგო რომელიც მეგონის სტილისტია და ზუსტად ის ფერი თმაქვს მე რაც მინდა რომ მქონდეს ხო და გვიან ღამე ვნახე რა მოკლედ და ესეთი რაღაც ვიფიქრე რომ ესე ღამე რომ მივწერო მეთქი ალბათ სირცხვილია თქო გვიან ვნახე ღამე ხო და ალბათ სირცხვილია თქო და ხვალ მივწერ მეთქი რა უფრო დღე და ჩავეწერებიან რაღაცას ვიზავ თქო და რა მოხდა ხალხნო ახლა გითხრათ გათენდა და ამ გოგოს ვერც სახელი, ვერც გვარი, ვერაფერი ვერ გავიხსენე და შესაბამისად რახან მიწერილიც არ მაქვს ის მოკლედ ვეღარ გავიხსენე სახელი და გვარი და ვერაფერი ამ გოგოს სადაც მინდოდა ჩაეწერე გვანც ანანო დევნო ზაშვილი მარიამის წარსულ მოღვაწეობაზე რა სიტყვიო საერთოდ რატო უნდა ვთქვა რამე ვიღაცის წარსულის მოღვაწეობაზე და ვითვეტეს მარიამის ხალხნო აი ეს თუ შეგიძლიათ რომ გამარკვევთ რატო ჩათვალეთ ეგეთი ვიდეოები თი აი შენ რაღაცებს არ მასწავლი ხოლმე თავის დროზე რაღაცებს რომ მასწავლე ხოლმე თავის დროზე ხო აი ვერ შევინახე
მეც რაც გეტყვი რაღაცები რაც შევინახე ფავორიტებში მე ვეღარ მივაგენი იმ რაღაცებს ჩართო ქუთაისელი ხალხო რა თვიდა ქუთაისელები იქ ყავდა აი აქ ყელში და ხა აქ გარეთ ქუთაისელები რაღაც მინდა მიშო ჭელიძე ხა ვისკენ ხარ ჰაუსშიო ნუ ჯავა ხასკენ ისევ მარიამის გამო მაგრამ ხა ვერ ვიტყვი რომ როგორც მარიამს ესეო გულშემატკივრობ ჯავა ხას მაგას ვერ ვიტყვი მაგრამ რა თქმა უნდა არც დაგილაიქებია დალაიქებული მაგრამ მე იმდენ რაღაცას ვალაიქებ რაღაც მივაგნებ დალაიქებულებში შეიძლება ვნახო ხო ალბათ ნია კომეც მიყვარხარ ხო და ეს გოგო თუ ეს ქალი არის სტილისტი და მოკლედ ვიფიქრე რომ ზუსტად ეგ ფერითმა შეიძლება რომ მეც გამიკეთოს ყოველ შემთხვევაში ვცდი თქო რა ანანო არ გადამრიო ერთხელ გნახე და მომერი და მოსვლაო ანანო რატომ მოგერი და უნდა მოსულიყავი სად ვნახე აბა აუცილებლად უნდა მოსულიყავი ძალიან გამეხარდებოდა როგორ გამოიყურე მოკლედ გრძელიც აქვს დავარცხნილი ესე სწორი და აქვს რაცა გარდამავალი ქერასა და რიჟას შორის ანუ თლათ მოწითალო არა მაგრამ ქერაც არა ანუ ქერაზე ცოტა ისეთი არა დანკვანცა დამახალ ზუსტად არ მახსოვსო არა უშავს ხალხმა არა უშავს როგორ გითხრან ეგ ფერი თბა ძალიან მომწონს აი ვისაკი ცით ეგეთი ფერის თმა სახელი და გვარი არ ვიცი მსახიობს როგორ გამოითქმის ეიფორიაში მუშაობს კი არა ეიფორიაში თამაშობს ტრანსი არის ეს მსახიობი მე მოვწებნით ხო აჰა დიდი მადლობა ლაიქებისთვის ეიფორი არა მაქვს და ნახე ხალხო მაგრამ ვიცი რომ ეს მსახიობი მუშაობს ისა თამაშობს ეიფორიაში იმიტომ რომ ძალიან დრო მომეწონებით კი ვინ არის რატო ყავს ამდენი მილიონი გავწერ და მე რატო არ ვიცი და მე ტრანსი არის მოკლედ შეფერი არ ვიცი უკვე რაღაცა სახელი და გვარი და გაფოლოვებ ანა თვითონ ანანო არ მაფოლოვებს და შენ დამაფოლოვეო მეუბნება ნიაკოც დავაფოლოვოთ ნიაკოც არ მაფოლოვებს თვითონ და მე თოვლიდნებაო აუ თოვლიდნება ბასას იმიტოდა გამიყვანა თოვლში მაგრამ დაისტრესებოდა ძალიან მეც დაგაფოლოვე ანანო ჩემი სად არის და კრეკერები ანი კვარდისთვის დიდი მადლობა კრეკერები მოუნდა წავიდა კრეკერები ჭამა მაგის საყვარელი კრეკერები არის გაუყინავი ორაგულის კრეკერები რომელიც ეხლა ხანს მოვიტანე და ძლივს ვიშოვე ღირს 98 ლარი ანი დიდი მადლობა რუბიკ დიდი მადლობა რუბიკ დაჩი გონცა ლაშაზე რა აზრის ხარ ხალხო ლაშაზე რამე აზრი როგორ შეიძლება გქონდეს არანაირი არაფერი ირმა დიდი მადლობა დიანა ცოცხლიძე მეც მიყვარხარ გონცა მიყვარხარ სიგიჟემდე მეც მიყვარხარ ხალხნო ძალიან
dark flow არ ვიცი თქვენგან გგებ ხოლმე რაღაცებს ლაშა არის ბონდო ნომერი 2 ლაპარაკით ყველაფრით ძალიან გავს ხალხნო ძალიან გავს ლაშა ბონდოს და მე მგონია რომ ლორენცოს შემოუყვანეს ეგ ლაშა რომ ლორენცო კეროლაინო რაზე გიპასუხო კორალინო რაზე გიპასუხო მითხარი ვერ წავიკითხე შენი ვერ შეკითხვა და ვერაფერი აი ბასასი აკრატუნებს კრეკერებს დიანა ძალიან დიდი მადლობა ნიაკო მადლობა დაჩმართლა სადაც თბილა გეთანხმები გეტყვი ეგ რატო არის ლაშას დაემართა ეგ თვითონ არის იმდენად სუსტი რომ შევიდა პროექტში ნახა რომ იქ მარტო ინდივიდუალურად ეგ ვერ გადარჩებოდა მადლობა ხალხნო გულებისთვის ლაშამ რომ მოიხედა და პროექტში ნახა რომ ის ინდივიდუალურად ესე ვერ გადარჩებოდა და ნახეთ რომ ყველაზე ძლიერი ინდივიდუალური მოთამაშე მან და არის ლორენცო რო დაეტაკა ლაშას ერთ ლუკმათ არ იყო ელირა ლამაზი ხარ ძალიან დიდი მადლობა და ეგრევე შოუ დადგა ლაშას ბულინგზე და რაქნა და ზოგადად სუსტი კაცების თვისება არის ეგრო ქალში ეძებენ ხოლმე მხარდაჭერას და ლაშაც ბონდოც ორივე გაიხსენეთ როგორ იყო წავიდნენ და ლელუს მიესკოჩენ რომ ეხლა რა ეგონათ რომ ლელუს რომ მიესკოჩებოდნენ უფრო ვერთო ეგ არის ზოგადად სუსტი კაცების თვისება რომ რომელიღაცა ქალს მიესკოჩებიან ხოლმე ვისაც თვლიან რომ ეს ქალი არის ძლიერი ბონდოს რაში უნდა მაგის მხარდაჭერაო ქალის მხარდაჭერაო ბონდომ ნახეთ ხო ქალი ბონდოს შევა ქალების არც არ აინტერესებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჰაუსში დავინახეთ რომ ლელუს როგორ კარგად მიესკოჩა და იყენებდა თავისი მიზნებისთვის ელიზაბეთ ძალიან დიდი მადლობა ყვავილებისთვის და პეპლებისთვის მარიამი თუ ბრუნდება თუ იცით და არ ვიცით მე მგონი ხალხი არ დაბრუნდება მაგრამ არ ვიცი დავაკვირდეთ მეგობრებო ეხლა მე ნელ-ნელა წავალ შევსაქმეებს მივხედავ შეგახსენებთ რომ სასაცილო კარგი ვიდეოები უნდა გამომიგზავნოთ მე სხვანაირად მე ფიზიკურად ჰაუს ვერ ვუყურებ ვერც ერთ რეალიტი შოუს ვერ ვუყურებ სადაც ჩემი საყვარელი მონაწილე არ არის და ჰაუსში ჩემი საყვარელი მონაწილე ანუ მარიამი არ არის ვისაც იცით მე როგორ გულშემატკივრობდი ნელ-ნელა წადი გამოთქვა ძალიან მიყვარს კი ნელ-ნელა წადიო ხო და თიკა ესეთი კრიზისი მაქვს მე ჩემი საყვარელი მონაწილე აღარ არის ჰაუსში ვის უგულშემატკივრო დიდათ არ ვიცი შესაბამისად აი ესეთი კრიზისი მაქვს ერთადერთი რასაც სასაცილო ვიდეოებს და ედიტებს მიგზავნით ხოლმე ეგ ძალიან ვიხარია და მაგით ძალიან ვხალისობ ამიტომ ვინც ნახავთ აი მაგალითად ეს ოსტრის თემაზე ვინც გამომიგზავნა ხალხნო ეს ვიდეოები ეგ იყო სუპერ ჯგუფებშიც დაიდო და ასე შემდეგ მაგრამ ეგ იყო აღარ უყურო შემდეგ სეზონს დაველოდოთ მოდი პირდაპირ 20 თებერვალს დავჯდეთ ფინალზე და ვნახოთ ოღონდ როდის უნდა ჩავხტო იცი უკვე გამოცხადება რო არის გამარჯვებულების აი მაშინ და შესაბამისად ხალხნო როგორ გითხრათ აბა კაი სასაცილო ვიდეოებს რომ მიგზავნით ხოლმე ეგ მომწონს და თუ არ მიგზავნით სასაცილო ვიდეოებს შესაბამისად მეც ვერ ვხალისობ ფინალს არ ვნახავ მარტო იმას გამ მოგწერ თიკა მოგწერ მე და ჩაგიგდებ ვიდეოს გპირდები კარგი მეგობრებო მოკლედ ვიყვარ ხართ კოცნით გეხვევით ძალიან საყვარლები ხართ აურორა დიორის სტუბრებსო ავრორა დიორ როგორ ხარ სტატუსი და არა ხახტო აი გული არ გეწევით და არ გეკუშებათ ხალხნო ვინ მოიგებს გაგაკიბილებ აუცილებლად ავრორა დიორს ჩემგან მოკითხვა ვიცი ეს იუზერი და ძალიან საყვარელი გოგოა წავედი ხალხოც თიკამ დამუწერა ნელ-ნელა მივდივარ ხო იცი ნელ-ნელა წასვლა რას ნიშნავს იცი რომ იტყვი წავალო 1-5 ჯერ უნდა გაიმეორო და მერე როდესღაც მე-6-ეთ რო იტყვი წახვალ ეგ არის ნელ-ნელა წასვლა წავედი მოკლედ და აბა თქვენ იცით